ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 ადამიანი, მათ შორის ჯორჯ სოროსი, ჰილარი კლინტონი, დენზელ ვაშინგტონი, ანა ვინტური, ლიონელ მესი და ბონო თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა. ადმინისტრაციის ცნობით ჯილდოზე წარდგენილ ადამიანებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე. 4 პირს მედალის სიკვდილის შემდეგ მიენიჭა, მათ შორის არის რობერტ კენედი, რომელიც 1968 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოკლეს, ასევე ეშტონ კარტერსი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს თავდაცვის მდივანი იყო და კურირებდა შეერთებული შტატების მიერ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას. უკანასკნელად როგორც პრეზიდენტს მაქვს პატივი გადავცე თავისუფლების მედალი ჩვენი ერის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო გამორჩეული მართლაც გამორჩეული ადამიანების ჯგუფს, რომლებმაც თავიანთი წმინდა ძალისხმევა მიმართეს ამერიკის კულტურის და საქმის ჩამოყალიბებისთვის. ასე რომ ნება მომეცით, უბრალოდ ვუთხრა თითოეულ თქვენგანს მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ამ ქვეყნის დასახმარებლად.